დაბა კაზრეთში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კულტურულ საგანმანათლებლო პროექტი კომპანია RMG-ის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლის 2 სართულის ექსტერიერისა და ინტერიერის სრულ განახლებას, ეზოს მოპირკეთებასა და ლანდშაფტის სამუშაოებს ითვალისწინებს. ასევე 70 კვადრატულ მეტრ ფარდობზე დამატებით მოეწყობა ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის განკუთვნილი სარეპეტიციო დარბაზი, რომელსაც ექნება გასახდელი და სველი წერტილები. პროექტის ხანგრძლივობა ითვალისწინებს ერთწლიან სარეაბილიტაციო პერიოდს, 2 მილიონ ლარზე მეტი დაждდება და სრული რეაბილიტაცია მოხდება. კულტურის სახლის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოგეხსენებათ კომპანია უკვე მრავალი წელია კულტურის სახლთან არსებული სტუდიოებისა და ანსამბლების მხარდაჭერია. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და შესაბამისად უკვე 2027 წლიდან განახლებულ ახალ კულტურის სახლში შეეძლებათ, რომ უკვე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა სახელოვნებო წრეებსა და სტუდიებზე. კაზრეთის კულტურის სახლში ადმინისტრაციული სამსახურის გარდა ფუნქციონირებს 6 სახელოვნებო წრე. ჩვენი კულტურის სახლი ყოველწლიურად 180-მდე მოსწავლეს ემსახურება. მოგეხსენება ჩვენი კულტურის სახლი ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდა როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე მთლიანად შენობა. რამდენიმე დღე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია RMG-ის სრულიად თითოეული თანამშრომლის სახელით და დაბის მოსახლეობის სახელითაც. კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოხდება საკონცერტო დარბაზის სრული განახლება და ტექნიკური სივრცეების კეთილმოწყობა, რომელიც აღიჭურება საჭირო თანამედროვე აპარატურით. შენობაში ასევე მოეწყობა გათბობა გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომლის მიზანია დაბა კაზრეთში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ერთ წელში დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.